მოგესალმებით კიდევ ერთხელ და სხვა აქტუალური თემით დავიწყებ, სანამ ძირითად თემაზე ვისაუბრებ. დღეს ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა არის განათლება ზამთარში, თუმცა მანამდე გევიტყვით, რომ გერმანიის განათლების სამინისტრომ საქართველოსთან სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობა შეაჩერა. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა X-ზე დაწერა. როგორც ელჩის პოსტიდან გავიგეთ, გადაწყვეტილება შეეხება სტუდენტთა მობილობას, კვლევებს და საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის პროგრამებში. რაც ეხება გერმანიის განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროგრამებს და სტიპენდიებს, რომელზეც მილიონი ევროა გათვალისწინებული, შეუფერხებლად დასრულდება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით სამომავლოდ სავარაუდოდ გაჩერდება ერთ-ერთი მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამა დაადი, რომელთანაც სხვათა შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს. რამდენად დიდი დანაკლისი იქნება ამ თანამშრომლობის შეჩერება საქართველოსთვის, მომდევნო გადაცემებში ვრცლად ვისაუბრეთ განათლების ექსპერტებთან ერთად, მანამდე კი გთავაზობთ განათლების მინისტრის პასუხს გერმანული მხარის განაცხადის საპასუხოდ. ელჩის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშივე მითითებულია, რომ ის არ ეხება დაადის და სხვა მსგავსი პროგრამებს. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის გარკვეულწილად მოულოდნელიც არის, რომ ადამიანმა გერმანიის განათლებისა და კვლევის მინისტრმა მის ბოლო სამუშაო დღეს გამონახა დრო იმისთვის, რომ ჯერ არც კი დაწყებული რაღაც სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად, რომ ეს არის რაღაცნაირი პოლიტიკური მის მიერ დატოვებული გარკვეულწილად მემკვიდრეობა, რომელიც მან, ასე ვთქვათ, ახალ არჩეულ მთავრობას დაუტოვა. გერმანიის წარმავალმა მინისტრმა კუდი მოიქნია. ასეთი შეფასება გააკეთა ირაკლი კობახიძემ გერმანიის მხარის გადაწყვეტილებაზე და თქვა, რომ როგორც კი ახალი მთავრობა დაკომპლექტდება, საქართველოს ეცდება მჭიდრო თანამშრომლობა დაამყაროს გერმანიასთან. ჩვენ ვცდილობდებით, რამდენად შესაძლებელი იქნება ეს იმ მოცემულობით, როცა გერმანიის უკვე ყოფილი და ახალი მმართველი პარტიები კვლავ კოალიციაში მოიაზრებიან. და როგორც ელჩი ფიშერი იტყო და სინანულით დავაკვირდებით იმ ურთიერთობის გადატვირთვის პროცესს, თუმცა ჩვენ ცოტათი უფრო მეტი ოპტიმიზმით. ასევე ცოტათი სევდიანად, თუმცა იმედით შევყურებთ ბუნებასაც, რომ გამოიდარებს, თოვს დაადნობს, დათბება და განათლების პროცესის განახლება იქნება შესაძლებელი, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით 4 მარტამდე შეწყდა. გერმანიამდე მკაცრმა ზამთარმა შეგუზღუდა განათლების შესაძლებლობა აქ. ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, თუმცა ფაქტია, ყველა გაცდენილი საათი და გამოტოვებული შესაძლებლობა განათლების ხარისხზე აისახება. სხვადასხვა დოზით ცხადია. იმის გათვალისწინებით, ვის რა პირობებში უწევს მკაცრი ზამთრის პერიოდში განათლების მიღება და რა პირობებს უქმნის სისტემა მომავალ თაობას უწყვეტი ხარისხიანი განათლებისთვის. დღევანდელი გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ, როგორია განათლება ზამთარში და როგორ ხდება ზამთარი განათლების პროცესის შემაფერხებელი. შესაძლებელია თუ არა რისკების დაზღვევა, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის კლიმატი ზამთრის პერიოდში ამოუცნობი განტოლება ნამდვილად არ არის. დღეს ჩვენი ზუმი განათლებაზეა ზამთარში, მაღალმთიანეთში და გაჩვენებთ და მოგასმენინებთ მაღალმთიანეთის ხმას განათლების რა პირობებია ზამთარში აჭარის სოფლებში და რას ითხოვს სასკოლო საზოგადოება თოვლიანი მთებიდან. და გსურდა დღეს მათთვის დამაიმედებელი პასუხი განათლების უწყების ხელმძღვანელისგან მოგვესმინა, თუმცა გვითხრეს, რომ სამინისტრო რეორგანიზაციის პროცესშია და მინისტრი მოუცლელია. იმედი გვაქვს სამინისტროს გაყოფის შემდგომ მინისტრს უფრო მეტი დრო ექნება განათლების საკითხებზე უპასუხოს საზოგადოების კითხვებს. დღეს კი ჩვენი სტუმარი ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი იქნება გოჩა დავითაძეს. ცხადია, მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების შესახებ შეგვიძლია დაუსვათ შეკითხვები. ბატონი გოჩა უკვე ხაზია, მივესალმები სტუმარს. ბატონო გოჩა, საღამშვიდობის. გესმით ჩემი ხმა? მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და მოდით ბოლო სიახლე გითხარით, რა მდგომარეობა გვაქვს ახლა სკოლებში. ვიცით, რომ სასწავლო პროცესი 4 მარტამდე არის შეჩერებული და პარალელურად სანამ აღდგება სწავლის პროცესი სკოლებში, მიმდინარეობს ალბათ მოსამზადებელი სამუშაოები, რომ სათანადო პირობები შეიქმნას. გითხარით, აი ბოლო ამბები, რა პირობებია ახლა სკოლებში და რა გამოწვევის წინაშე დადგა უამიდობის გამო განათლების სისტემა.
დითოვლობის გამო მიმდინარე კვირაში იძულებული გავხდით შეგვეჩერებინა სასწავლო პროცესი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სასწავლო პროცესი განახლდება შემდეგ კვირაში 4 მარტს. რაც შეეხება გაცდენილი დღეების ანაზღაურებას, ეს გაცდენილი 5 სასწავლო დღე ანაზღაურდება შაბათის დღეების ხარჯზე. ანაზღაურებას დავიწყებთ 29 მარტიდან, ერთი დღე იქნება მარტის თვეში, 3 დღე შაბათების ხარჯზე ანაზღაურდება აპრილის თვეში და ერთი დღეც ანაზღაურდება 3 მაისს. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია საქართველოს განათლების მეცნიერებათა ახალგაზრდობის სამინისტროსთან საჯარო სკოლების შემთხვევაში. ხოლო რაც შეეხება კერძო სკოლებს, კერძო სკოლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას და 15 მარტიდან 20 მაისის ჩათვლით პერიოდში შაბათის დღეების ხარჯზე მოახდენენ გაცნელი სასწავლო დღეების ანაზღაურებას. ხომარ შეეხება ეს ბატონო გოჩა გესმით ჩემი ხმა? თუ შეიძლება დაგაზუსტებინებთ, შეეხება თუ არა ეს რაიმენაირად თუნდაც კერძო სკოლების შემთხვევაში საგაზაფხულო არ დადეგებს. ეს ერთიანი სისტემით ხდება, მე როგორც ვიცი და საგაზაფხულო არ დადეგები კერძო სკოლებში და საჯარო სკოლებში ერთნაირად უნდა იყოს, ხომ? შეეხება თუ არა რაიმენაირად? საგაზაფხულო არ დადეგები, როგორც საჯარო სკოლებისათვის, ასე კერძო სკოლებისათვის განსაზღვრული არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და შესაბამისად ამ დღეებს არაფერი არ შეეხება, სასწავლო დღეების აღდგენა მოხდება საგაზაფხულო არ დადეგების დასრულების შემდგომ 15 მარტის შემდგომ შაბათის დღეების ხარჯზე. კი ბატონო და აუცილებლად დავუბრუნოთ, თქვენ ძალიან სწრაფად გადახვედით ანაზღაურების თემაზე და მიზეზებზე არ თქვით, მოკლედ თქვით უბრალოდ რომ უამინდობამ დაგვაყენა ფაქტის წინაშე რომ შეგვეწყვეტა სწავლის პროცესი. გითხარით რა სირთულეების წინაშე დადგა ამ შემთხვევაში განათლების სისტემა, რის გამოც თქვენ ამ გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდათ. ცხადია ყველას რაც შეგვეხო ეს იყო უგზობის პრობლემა შეეხო სასკოლო საზოგადოებასაც, თუმცა გარდა ამისა კიდევ დამატებით რა პრობლემები არის სკოლებში, ელექტროენერგია, გათბობა, ინტერნეტი, აი ამასთან დაკავშირებით გითხარით რა სიტუაცია არის სკოლებში? ყველა ნახეთ როგორი უხვი ნალექი მოვიდა ბათუმში თოვლის სახით. თან ამედის პროგნოზის მიხედვითაც გამოცხადებული იყო რომ 23-24 თებერვალს მოსალოდნელი იყო ძლიერი ქარი და შტორმი და მართლაც ასე მოხდა. ამ ამედის პროგნოზიდან და ძლიერი თოვის გამო 23 თებერვალს განათლების სამინისტროს შეთანხმებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ 24 და 25 თებერვალს შეჩერებული ყოფილიყო სასწავლო პროცესი. შემდგომ ჩვენ ფიქრობდით რომ გამოვიდოდა ამინდი, გაუმჯობესებოდა ამინდი, თუმცა შემდგომ კვლავ გავრცელდა პროგნოზი რომ 27 თებერვლამდე გრძელდებოდა ცუდი ამინდი და უხვი ნალექი თოვლის სახით და ესეც მართლაც ასე იყო. შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ 21 თებერვალს შეგვეჩერებინა სასწავლო პროცესი. გუშინ სკოლები ემზადებოდნენ სასწავლო პროცესის აღდგენისათვის. დილიდან ყველა სკოლა მოაწესრიგა სკოლებში შესასვლელი გზები, ყველა სკოლას მიეწოდებოდა ელექტროენერგია, წყალი, ყველა სკოლას ჰქონდა გათბობა, ჩართული გუშინ რომ სკოლა თბილი ყოფილიყო. ჩვენ აჭარის განათლების მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ყველა სკოლა, ადგილზე გავეცანით პირობებს და საღამოსთვის ფიქრობდით მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა როგორც ყველა ვნახეთ, გუშინ საღამოს დაახლოებით 5 საათისთვის კვლავ წამოვიდა ნალექი თოვლის სახით და შესაბამისად ერთობლივად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ეს 2 დღე შეგვეჩერებინა და შემდგომ გაზაფხულის პერიოდში, როდესაც უკეთესი ამინდები იქნება, მაშინ აღვადგინოთ სასწავლო პროცესი და მაშინ ვისწავლოთ ეს გაცენილი დღეები. კი ბატონო, თუმცა ამინდის პროგნოზი დამაიმედებელი მაინც და მაინც არ არის. 1-2 დღე არის მზიანი, შემდგომ უკვე ისევ ცუდ ამინდს პროგნოზირებენ. ვარაუდობთ თუ არა რომ კიდევ შესაძლებელია რომ კიდევ გახდეს საჭირო სწავლის პროცესის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში განიხილავთ თუ არა თუ ბევრი გაცდენილი დღე დაგროვდება, განიხილავთ თუ არა რომ მაგათად ონლაინ სწავლების გამოცდილება გვაქვს ჩვენ და ონლაინ სწავლებით ანაზღაურდეს, რათა არ გაჩერდეს სასწავლო პროცესი. ანუ რაზე მსჯელობს განათლების უწყება, რომ უწყვეტობა არ დაირღვეს აი ამ განათლების პროცესის? მე მგონი ისეთი კატასტროფული ამინდები არ იქნება, რომ ჩვენ სასწავლო პროცესის განახლება ვერ მოახერხოთ. ყველა სკოლა მზად არის სასწავლო პროცესის განახლებისათვის.
არანაირი შეფერხება სკოლებს არ აქვს, თუ არ მოვა ძალიან დიდი უხვი ნალექი თოვლის სახით, სხვა ხელშემშლელი პირობები არ გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ 4 მარტს თავისუფლად შევძლებთ სასწავლო პროცესის განახლებას. სკოლები ამისათვის დღესაც მზად არიან და ხვალ ზეგე კიდე ამ დღეებშიც, ამ დასვენების დღეებშიც კვლავ გადახედავენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიებს, დაასუფთავებენ თოვლისაგან კიდევ უფრო მეტად შესასვლელ ადგილებს და ჩვენ 4 მარტს განვახლებთ სასწავლო პროცესს. კი ბატონო, ჩვენ ვიღებთ ფაქტად თქვენს ნათქვამს, რომ ყველა სკოლა უზრუნველყოფილი არის გათბობის სისტემით, ელექტროენერგიით და ინტერნეტით, რაც არის საჭირო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება რიგზე. მადლობა ბატონო გოჩა, მაყურებელს შევახსენებ, რომ გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობდა ჩვენს ეთერში, საუბრობდა იმაზე, რომ 4 მარტიდან, როგორც დაგეგმილი არის, შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის აღდგენა სრულად და ყველა სკოლა დაუბრუნდება სასწავლო პროცესს შეუფერხებლად. ვემშვიდობები სტუმარს, ამ რამდენიმე დღის უამინდობამ ბევრი რამ გამოაჩინა სისტემის უნარი გაუმკლავდეს მზამთარში მოსალოდნელ თუ მოულოდნელ პრობლემებს. უпростоროდ მოულოდნელი ფაქტის წინაშე დადგომამ გამოაჩინა, რომ საჭიროებებს მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა ფაქტის წინაშე ვდგებით. არადა მავანი იტყვის ხულოში ხომ 1 მეტრზე ნაკლები თოვლი არასდროს მოდის და რაღა მოულოდნელი ეგ ამბავია ხომ? და მაშინ რატომ ხდება, რომ ზამთრის პერიოდის 3 თვე მაღალმთიანეთის ბავშვების განათლებისთვის უხეშად რომ ვთქვათ დაკარგულია. დაკარგულია მაშინაც, როცა საგაკვეთილო პროცესი ჩატარებულად ითვლება, თუნდაც უშუქო და ცივ კლასებში, თუნდაც რამდენიმე მოსწავლის დასწრებით. ზამთრის დღეებში გაყინული ფეხებით და ხელებით გაკვეთილზე ჯდომა განათლებისთვის დაკარგულია, რადგან როცა ქცივა. მოусმინეთ მოსწავლეებს საჭარის სოფლებიდან, რომლებიც ყვებიან როგორია განათლება ზამთარში, როცა ქცივა. მარიამი, დიანა, თამუნა, გუშინ ჩავწერეთ, სანამ შუქი და ინტერნეტი ჰქონდათ. ყურადღებით მოусმინეთ ახლა მათ. აი დღეს ძალიან დიდი თოვლია, არც შეჩერებულა თოვა და ალბათ ამ კვირაში არც განახლდება სასწავლო პროცესი დიდი ალბათობით. ელექტროენერგია დღეს კარგად მოგვეწოდება, თუმცა გუშინ და გუშინ წინ უფრო დრო გამოშვებით იყო. თითქმის არ იყო მთელი დღე. და ღამით უკვე 12-ის შემდეგ თითქმის დილამდე აღარ არის შუქი. ასევე ინტერნეტის პრობლემა ძალიან არის. ასევე ტელევიზიის პრობლემაც. აქამდეც დიდი თოვლი იყო, თუმცა ტრანსპორტით ვახერხებდით სკოლამდე მისვლას, თუმცა ეხლა ტრანსპორტიც აღარ გადაადგილდება გზებზე. ჩვენი სოფლის სკოლაში დავდიოდით, თუმცა მშენებლობა მიმდინარეობს ახლა და ჩვენი სოფლიდან ძალიან მოშორებით ვართ ხულოს ცენტრში და ფეხით გადაადგილება, რა თქმა უნდა, არ არის შესაძლებელი და ტრანსპორტით გადავაადგილდებით წელს, მაგალითად თოვლებზე თითქმის ვერ დადიოდა ავტომობილები და გვიწევდა დიდი გზის ფეხით გადაადგილება, რომ ტრანსპორტამდე მივსულიყავით. ტრანსპორტი, ჩემი სოფლიდან ცენტრამდე კი ავყავდით, მაგრამ შემდეგაც დიდი გზის გავლა გვიწევდა. ამის გამო სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგრძლივობას თითქმის 9 საათზე ცოტა იყო, რადგან ღამეში ძალიან იყინებოდა გზები და ტრანსპორტები ვერ ახერხებდა ჩვენს სახლამდე მოსვლას და დაახლოებით 7-ისკენ ვასრულებდით საღამოს სკოლას და შემდეგ ისევ ფეხით გადაადგილება გვიწევდა საღამოს ამ გაყინულ გზებზე. პატარები საერთოდ ვერ ახერხებენ სიარულს მით უმეტეს და აი მაღალი კლასებიდან მე-10-11-დან ვახერხებთ სიარულს 3-4 ბავშვი ალბათ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მივსულ ვართ სკოლა, რომ არ დახურული იყო და რამოდენიმე ბავშვი მაინც ყოფილიყავით, მაგის გამო მივსულ ვართ, თუმცა ელექტროენერგია გათიშულა და შემდეგ ძალიან სიცივეში ვყოფილვართ გაკვეთილებზე, ამის გამო შეუმცირებიათ გაკვეთილები და თუ მიეწოდება ელექტროენერგია, რა თქმა უნდა, ცენტრს არის კარგად გათბობები, მაგრამ არის შემთხვევები, რომ ავსულ ვართ და უცებ ჩამქრალა და ამ დროს უძლური ვართ. აი მაგალითად კონკრეტულად იმ დღეს აღვწერ, რომ ავედით და ელექტროენერგია გაეთიშა. აი თითქმის 6 გაკვეთილი, ასე ვთქვათ, სრულიად ტყუილად ვიჯექით. უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ვერც დაფასთან გავდიოდით და ვერ ვწერდით. სპორტსაც კი ვერ ვითამაშეთ, სპორტ დარბაზები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია და თან იქ გათბობა საერთოდ არაა.
კლასში რა გათბობაც არის ის სპორტ დარბაზში არა, მაგის გამო სპორტსაც ვერ გვითამაშია და კონკრეტულად გაკვეთილების, საგაკვეთილო პროცესიც არ ვიცი, მთელი დღე საშინელება იყო ალბათ. მასწავლებლებსაც ძალიან მეცოდებოდით, ასე ვთქვათ, ისეთ არაფერს არ ვაკეთებდით გაკვეთილზე, უფრო კითხულობდით, წერას არ შეგვეძლო უბრალოდ ისე ჩაცმული ვიჯექით გაკვეთილზე. 3 თვეა ზამთარი გვაქვს უკვე და მაინც არა ისე სწავლის დონე, ვერც დავდივართ ბავშვები. აი კლასიდან რო 2 ვართ, დანარჩენები პროგრამას ჩამორჩენილი არიან და საღამოსაც რომ მოვდივართ სახლში, უმეტესად საღამოს ელექტროენერგიაც არ იყო და მეორე დღისთვის მეცადინეობას ვერ ვახერხებდით სიბნელეში. შაბათ-კვირას ვემზადებით უფასო მეცადინეობებია ჩვენ სოფელში, აბიტურიენტებზე და მე-11 კლასელებზე და აი თითქმის უკვე 3-4 კვირა გავაცდინეთ ამ ზამთრის გამო. წინა შაბათ-კვირასაც არ იყვნენ ამოსული. ამას წინათ გათხოვებაზეც 3 კვირა ვერ ამოვიდნენ და ანუ თითქმის ივნისის ბოლომდე რომ უნდა გვემეცადინა, ახლა ივლისის ბოლომდე უნდა ვიმეცადინათ, რომ ის თოვლის გამო დაკარგული დღეები ავანაზღაუროთ. ონლაინ როგორც შეუძლიათ მასწავლებლებს დავალებებსაც გვიგზავნიან, ასევე გაკვეთილების ახსნის საშუალება თუა მაგასაც და ვასრულებთ დავალებებს, წყვილად ნამდვილად არ ვართ, თუმცა აი ონლაინ ჩართვა იმის გამო არის შეუძლებელი ამჟამად, რომ აი მაგალითად მე ელექტროენერგია მომეწოდება, მაგრამ აი ჩემს კლასიდან 3-4-ს არ მოეწოდებათ და აი მაგ ელექტროენერგიის და ინტერნეტობის გამო არ არის შესაძლებელი ონლაინზე გადასვლა. ზამთარი მაღალჩენეჭარაში ძალიან მკაცრია და გვაწუხებს უხთოლობა. შესაბამისად ხდება გზების შეფერხება, ასევე ტრანსპორტის და გადაადგილება გვიჭირს. ხშირად ქრება შუქიც და შესაბამისად გვიწევს სახლში დარჩენა. ეხლაც სწავლის პროცესი შეფერხებულია და ყველა ვართ სახლებში. გზები ვერ სუფთავდება ბოლომდე და ვინც სოფლებში ცხოვრობს მაღლა, რთულია ცენტრალურ გზებზე გამოსვლა, ანუ ის მოსახლეობა და ბავშვები, რომლებიც ცენტრალური გზებიდან შორს ცხოვრობენ, რთულია მათთვის სკოლაში მისვლა. და შესაბამისად ვერ ხერხდება სკოლაში მისვლა ბავშვების სრულად. შეშისხმულები არ გვაქვს, ალტერნატიული გათბობის სისტემაც არ არის, ელექტროენერგიაზე ვართ დამოკიდებული და როდესაც შუქი ქრება, შესაბამისად გათბობაც არ არის სკოლაში და ვფიქრობ სკოლებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო გათბობა და ელექტროენერგიაც. ზამთარში ძირითადად დასწრებადობა სკოლაში უფრო ნაკლებია, რადგან შესაბამისად უფრო მეტი გაცივების ალბათობა არსებობს და ავადმყოფობის ალბათობა და შესაბამისად სკოლაში დასწრებადობაც ნაკლებია. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც გათბობაც კი არ არის სკოლაში. ცივი სუსხიანი დღეები გქონია. ისეთი დღეები, როდესაც გათბობა საერთოდ არ გქონია და მხოლოდ სახლში წასვლაზე გვიფიქრია, რომ გამთბარიყავით. და რთულია ამ დროს, როდესაც გცივა კონცენტრირდე გაკვეთილზე, იმიტომ რომ არაკომფორტულია შენთვის ჯდომა ასეთ ცივეში. უნდა უზრუნველყონ გზების გასუფთავება და უწყვეტი ელექტროენერგია, რომ სკოლაშიც შემართებით მივიდეთ და გაკვეთილებზე არ ვიჯდეთ შეცდიებულები. ამ ეტაპზე ვარ სტუდენტი, მთელი 12 წლის განმავლობაში, ანუ პირველი კლასიდან ბოლო კლასამდე და აბიტურიენტობის პერიოდშიც ხულოში ვემზადებოდი და ვსწავლობდი ხულოს სკოლებში. მაღალმთიანეთში, როდესაც უკვე თოვლი იწყება, თუ ძალიან დიდ თოვლობას სკოლები იკეტება. მასწავლებლები ყოველთვის მუშაობდნენ იმაზე, რომ ჩვენ ზამთრის პერიოდშიც ისევე მობილიზებულები ყოფილიყავით განათლების მხრივ. ჩემი სკოლის მასწავლებლები ასე იყვნენ, როგორც ზაფხულის პერიოდში. და რაღაც დღეები არ ჩაგვარდნოდა და мотивация საერთოდ აღარ დაგვეკარგა. უბრალოდ იყო გადაადგილების პრობლემა. გადაადგილები და აი სკოლაში რომ მივიდოდით, ზოგიერთი ბავშვი შეიძლება სველი ყოფილიყო, რაღაც ჩარვალი დასველებოდა, ფეხსაცმელი დასველებოდა. ეს იყო რომ პარალელურ რეჟიმში რაღაც გათბობა და ცოდნის მიღება გვიწევდა ერთად. თუ სწავლობ ისეთ სკოლაში, სადაც ცენტრალური გათბობის ქვევები ძალიან ხშირად როდესაც გარეთ ყინავს, ერთად სულ გარეთ არის დამონტაჟებული სკოლის გარეთ. თუ გარეთ ძალიან დიდი სიცივეა და ყინავს, ვერ უმკლავდება მთელი სკოლის გათბობას და უფრო მეტად ცივა სკოლაში. თუ შეშისხუმელებზეა სკოლა, მაშინ შეშისხუმელები იმდენად კარგად ათბობს ცენტრალურ გათბობაზე უკეთ, ასე რომ ვთქვათ, რომ
თან მობილიზებული არიან სკოლები. ჩემი სკოლა ყოველთვის მობილიზებული იყო შეში. უფრო მეტად სიცივე სკოლებში უფრო სული ფაქტორია, ვიდრე ფეხით მისვლა, აი სკოლამდე მისვლა. თუ შუქი იქნება რაიონში ამ შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ გაკვეთილების ჩატარება დიდ თოვლობაში და ონლაინ გაკვეთილებით ანაზღაურება ისე რომ სკოლაში მისვლაც არ გახდეს საჭირო, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში დენიც აღარ მიეწოდება რაიონს და დიდ თოვლობაც იქნება, ამ შემთხვევაში ალტერნატიულ გზებს, როდესაც ქარბუქია და გათხრილი გზაც ივსება, ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ალტერნატივა იქნება სკოლის გადადება იმ დღეს და რომელიმე სხვა დღეს ანაზღაურება. რესურსები არის ყოველთვის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. ხომ შეიძლება იყოს სოფელებში, გარკვეულ ტერიტორიებზე ეს რაღაც დიდი საერთო გენერატორი, სადაც პირობითად ტელეფონის დატენვა, რაღაც ტექნიკის დატენვა მაინც იქნება შესაძლებელი, რომ წვდომა გქონდეს სხვა ადამიანებთან და ცივილიზაციასთან მსგავსი რაღაც პატარა-პატარა დეტალები, ჩემი აზრით, უფრო დიდ რესურსებს შექმნის. ზამთარში რომ არ იყოს რთული სოფელში ცხოვრება და არ შეჩერდეს სწავლის და სხვადასხვა პროცესები, ჩემი აზრით, უფრო მეტი სპეცტექნიკა რაც იქნება ტრაქტორები და სხვა და უფრო მყარი ელექტროგაყვანილობა და მავთულები შექმნის იდეალურ პირობებს, იმიტომ რომ თუ დენი იქნება და თუ გზა იქნება, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი პრობლემა იქნება გადაჭრილი. დანარჩენს ყველაფერს ეშველება. მადლობა მარიამს, დიანას და თამუნას, რომ დაგვანახეს ის პრობლემები, რაც ზამთარში არის მაღალმთიანეთში. გზა და დენი არის მთავარი გამოსავალი, რომელიც სამივე რესპონდენტმა თქვა. ქალბატონი მერი გობაძე გვყავს დიდაჭარიდან დაწყებითი კლასების პედაგოგი. მივესალმები სტუმარს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქალბატონო მერი, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი წლის გამოცდილება მაღალმთიანეთის სკოლაში მუშაობის და ვინ იქნებოდა თქვენზე კარგი რესპონდენტი თუ არა თქვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრნაირი ზამთარი გაქვთ გამოვლილი. დღევანდელ გადაცემაში ცხადია ჩვენ ზამთარში განათლება დავარქვით და ბოლო დღების განმავლობაში ამ უამინდობის გამო შექმნილი სიტუაცია ბათუმში გახდა мотиваცია რომ ეს თემა გაგვეშალა, როგორი არის ზოგადად განათლება ზამთარში. თუმცა მაღალმთიანეთი ესე არ გვისაუბრია მაღალმთიანეთში ზამთარში განათლების პრობლემებზე და გვინდა რომ აი ხა ზოგად ჭრილში ვილაპარაკოთ. ჩვენთვის ხო არ არის მოულოდნელი და უცხო რომ მაღალმთიანეთში ზამთარში არის თოვლი, მაგრამ ყოველ წელს მაინც ერთი და იგივე პრობლემა გვექმნება. აი რა შეფერხებები მოყვება ხოლმე ზამთარ სოფლების სკოლებში ამის აღწერით რომ დავიწყოთ და გამოსავალზეც უნდა ვისაუბროთ დღეს ცხადია. ჩვენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში შეჩვეული ვართ დიდ თოვლობის დროს სასწავლო პროცესის შეფერხების გარეშე წარმოებას. თქვენი ხმა აღარ მესმის ქალბატონო მერი. თქვენი ხმა აღარ მესმის ქალბატონო მერი. ჩართულია ყველა. კი ბატონო, ეხა მესმის და შეგვიძლია, კი ბატონო. ბოდის გიხდით არის მოდა თქვენ. ბოდიში მეც შეფერხებისთვის ჩვენ შეჩვეული ვართ დიდ თოვლობის დროს სასწავლო პროცესის შეფერხების გარეშე წარმოებას, მაგრამ ამ გასული კვირის განმავლობაში ისეთი უხვი და ინტენსიური თოვლი მოვიდა, თანაც ამას მკაცრი ქარბუქი დაემატა, რომ ასეთ პირობებში ნამდვილად ვერ შეძლებენ. დიდაჭარა დიდი სოფელია და სკოლიდან დაშორებული უბნებიდან ბავშვები მიკროავტობუსებით დადიან და ასეთ პირობებში, როცა საცალფეხო ბილიკებიც კი არ არის, ნამდვილად ვერ შეძლებენ ბავშვები სკოლაში მოსვლას. თორემ ისე თოვლში, ჩვეულებრივი თოვლის დროს არ გვაქვს ჩვენ არანაირი შეფერხება. მით უმეტეს თუ კი ელექტროენერგიით გვაქვს მომარაგება, ჩემ სკოლაში გათბობა კარგად მუშაობს, ყოველთვის გვაქვს არის ცენტრალური გათბობა გაკეთდა, როგორც ვიცი, საკმარისია თუ არა ცენტრალური გათბობა, აი გოგოების მოსწავლეების და სტუდენტების კომენტარები იყო და ერთი რესპონდენტი ამბობდა, რომ გათბობის ქვაბები ძირითადად გარეთ არის დამონტაჟებული და არ არის საკმარისი ის სითბო, რასაც იძლევა და დამატება საჭიროებს. თქვენ შემთხვევაში როგორ არის თუ არა საკმარისი ეს გათბობა და ალტერნატიული წყაროები თუ გაქვთ გათბობის საჭიროების შემთხვევაში? აი დენი თუ არ იქნება, არ გექნებათ გათბობა, ცხადია, ხო?
დენი თუ არ იქნება, არ გვექნება გათბობა, იმიტომ რომ ალტერნატიული საშუალება გენერატორი ჩვენ არ გვაქვს, გვქონდა გასულ წლებში, მაგრამ გაფუჭებულია და არ მოხერხდა მისი შეკეთება. ამიტომ ჩვენ ძირითადად ელექტროენერგიაზე ვართ დამოკიდებული. როცა ელექტროენერგია მოგვეწედოთ წოდება შეუფერხებლად, გათბობა კარგად გვაქვს, მაგრამ როცა ძალიან დაბალია ტემპერატურა და ცივა, უჭირთ ბავშვებს, პატარა ბავშვებს მით უმეტეს და ასეთ შემთხვევაში ელექტროგამათბობლები გვაქვს შეძენილი. ამისთვის დიდი მადლობა მშობლებს მინდა უთხრა, მათი ინიციატივით თვითონ ეს დამხმარე საშუალება გამონახეს, თვითონ შეიძინეს მათი ხარჯით და ვიხმარებთ. გვეხმარება ეს ელექტროგამათბობელი, რომ სრულყოფილად გავათბო ბავშვები. იმდენად თბილია კლასი, რომ ბავშვები ქურთუკების გარეშე თავისუფლად სხედან გაკვეთილზე. კი ბატონო, თქვენ დაწყებითი კლასების მასწავლებელი ხართ, ხალბატონო მერი, აი დაწყებითი კლასებს რამდენად უჭირთ მოსვლა სკოლაში? მაშინ როცა რაღაც გზების პრობლემა არის, ხშირ შემთხვევაში შიდა სასოფლო გზები ესე ინტენსიურად ვერ იწმინდება. ამ შემთხვევაში როგორი მოცემულობა გაქვთ? ანუ დასწრებადობა როგორი არის თქვენს კლასებში? რამდენად ახერხებენ ზამთრის პერიოდში თქვენი მოსწავლეები, რომ უწყვეტი იყოს მათი განათლების პროცესი? როცა ჩვეულებრივი თოვლია და მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტორი ყოველ დღე ვერ ახერხებს გავლას და საცალფეხო ბილიკებითაც უწევთ ბავშვებს, უმეტესად მშობლები იმდენად დაინტერესებული არიან ბავშვების სწავლა-განათლებით, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, მოჰყავთ ბავშვები და შემდეგაც აკითხავენ და წაჰყავთ სკოლაში. კი არის ისეთ შემთხვევები, რომ თითო-ორ-ორ ბავშვი ძალიან შორიდან ვერ ახერხებენ, მირეკავს მშობელი დილით დამთხოვს, რომ აი როგორ უნდა გამოუშვას, მით უმეტეს თუ კი გათბობაც შუქი არ არის და გათბობა არ იქნება, ასეთ შემთხვევებშია უფრო თითო-ორ ბავშვი მაკლია კლასში, თორემ უმეტესად მთელი ზამთარი ისე გავიდა თოვლის და უამინდობის გამო ბავშვებს გაკვეთილი არ გაუცდენია. ხალბატონო მერი, აი რით შეგვიძლია დავაზღვიოთ რისკები, რომ რაც მაღალმთიანეთის სკოლებს აქვთ ყოველწლიურად, აი ჩვენი რესპონდენტები ამბობდნენ, რომ გზა და შუქი იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს უწყვეტი და რაღაც დაკარგულად არ ჩაითვალოს ზამთრის პერიოდის სწავლა. თქვენ რას ფიქრობთ? აი გამოსავალი რაშია და პასუხისმგებლობები როგორ უნდა განაწილდეს? თქვენ მშობლების ჩართულობაზე თქვით ახლა, რომ მშობლები ძალიან გეხმარებიან, რომ დამატებითი გამათბობლები გქონდეთ კლასში და სითბო იყოს შენარჩუნებული. აი სკოლა, მშობლები, რესურს ცენტრი, გამგეობაც თუნდაც სამინისტრო, რამდენად არის დაინტერესება, რომ მაღალმთიანეთში, როცა ესეთი მკაცრი არის ყველა წელს ზამთარი და უცხო არ არის ამაში არაფერი, უწყვეტი იყოს ეს პროცესი. უზრუნველყოფილია სრულად, რა შეიძლება კიდევ რომ გაკეთდეს? მე წეღანაც ვთქვი, რომ ჩვენ როცა ელექტროენერგია გვაქვს, არ გვაქვს გათბობის პრობლემა, მაგრამ ალტერნატიული გათბობის საშუალება რომ გქონდეს, მაგალითად გენერატორი, ადრე გქონდა ჩვენ, მაგრამ გაგვიფუჭდა და ზუსტ ინფორმაციას მე არ ვფლობ, რატომ არ მოხერხდა მისი შეკეთება. ანუ ახალი გვჭირდება და აი ჩართულობა ზუსტად ეს იქნება, რომ თუ დაგვეხმარება ან საკრებულო თუ სამინისტრო რესურს ცენტრი, რომ ერთი გენერატორი გქონდეს სკოლაში. ამას წინათ მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ დილას მშობელი მირეკავს, საკმაოდ შორს ცხოვრობს თან და მეუბნება, რომ არ მაქვს შუქი არ იყო იმ დღეს, არ მაქვს პრობლემა ბავშვებს მოვიყვან სკოლაშიო, მაგრამ რომ შესცივდებათ და ვერ გათბებიან, აი ეს არის პრობლემა. ამიტომ თუ ალტერნატიული გათბობის საშუალება, ანუ გენერატორი გვექნება, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი დახმარება იქნება. ხალბატონო მერი, მე ძალიან მოკლედ ცოტა დრო გვაქვს და ერთი კითხვა მინდა რომ მოვასწრო. აი ეს ჩვენი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩვენი წინა რესპონდენტები და ისინი ამბობდნენ რომ იმდენად ზამთრის პერიოდი იმდენად რთულია და იმდენი გაცდენა გვიწევს, იმიტომ რომ ხანდახან მასწავლებლები რომ რეპეტიტორები ბათუმიდან ამოდიან რაიონებში რომ ამეცადინონ, ეს პროცესი არ არის უწყვეტი და ამის გამო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და ხშირ შემთხვევაში ოჯახებთან ერთად უწევთ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა. თქვენ ხედავთ თუ არა კავშირს მაგალითად მკაცრი ზამთრის პირობებში სწავლის პროცესი რაიონებში როგორიც არის და აი იმასთან რომ სოფლები იცლება ამის გამო. აი ამ კავშირს რამდენად ხედავთ თქვენ და რო ყოფილიყო პირობები სრულყოფილი იქნებოდა თუ არა სხვა სურათი?
თქვენ დიდი ხნის პედაგოგი ხართ და ნაფიქრიც გექნებათ ალბათ ამ პრობლემაზე. კი, რა თქმა უნდა. ჩემ სკოლასთანაც არის გახსნილი აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი, ამას ენერგოპრო ჯორჯია აფინანსებს, მშობლებისთვის და ბავშვებისთვის ეს უფასოა და აქ ბათუმიდან კი არ მოდიან ჩვენთან მასწავლებლები, ჩვენი ადგილობრივი, აი დიდაჭარელი მასწავლებლები, 6 ჯგუფი მეცადინეობს, ყველა ჩვენები ასწავლიან და არ იქმნება პრობლემა, მაგრამ აი რომ არ იყოს ეს საშუალება, რა თქმა უნდა წავა ახალგაზრდა. ყველა სოფელს არ აქვს კი ეს შესაძლებლობა, რაც თქვენ სოფელს. დიახ, არ აქვს, მე ხომ ვიცი რომ ეს ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა, მაგრამ თუ კი ეს შესაძლებლობა მოსახლეობას არ ექნება, თითოეულ რა ჩემი სკოლიდანაც წადიან, აი თქვათ ვისაც უფრო რაღაც სერიოზული საგნების მომზადება სჭირდებათ, მიდიან ქალაქში და ესენი ეს პროცესები ურთიერთკავშირშია, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ქალბატონო მე ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ რომ გქონდეთ დენი, გქონდეთ გათბობა, გქონდეთ გზა. დანარჩენი რა ვიცი, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, პედაგოგები არიშურებენ ძალღონეს რომ მაქსიმალურად მისცენ განათლება მოსწავლეებს. დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის და მადლობა ჩართვისთვის. მაყურებელს შევახსენებ მერი გობაძე, დიდაჭარის საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და საუბრობდით როგორი არის განათლება ზამთარში. მთაში მცხოვრებლებს მოხალისეობა კუნთის მეხსიერებაში გვაქვს. ნადის გარეშე სოფლებში არც სახურავს გადმოთოვლიან და არც ყანას დათესავენ. ერთმანეთის მხარდაჭერა და დახმარება იქ ცხოვრების წესია, თუმცა მაინც გვაქვს რეალობა, რომ ეს უნარი დასასწავლი და გასააზრებელი უნარების რიცხვშია. ვატარებთ სპეციალურ გაკვეთილებს, ვქმნით მოხალისეობრივ ჯგუფებს, რომ აუხსნათ ახალგაზრდებს და საზოგადოებასაც, რატომ გჭირდება მოხალისეობის კულტურა და რა ფენომენია ზოგადად მოხალისეობა, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ქმნიან სპეციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც მერე მთელ მსოფლიოს და მათ შორის ჩვენც ნადის კულტურის ქვეყანას გვასწავლის რატომ და როგორ დავეხმაროთ ადამიანებს. კი ასეც ხდება და აგერ წითელი ჯვრის მოხალისე მოსწავლეები და სტუდენტები არიან მაგალითები მოხალისეობის. ამ უხთოვლობისასაც გვაჩვენეს მაგალითი და მოხალისეობის ლიდერი გიორგი ბოლქვაძე მოგვიყვება ეხლა ამ ყველაფრის შესახებ. გიორგი, მადლობა რომ ხარ ჩვენთან. მოხალისეობაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მსგავსი ამინდების და მსგავსი მიმდინარე ამბების თამდევი არის ის, რომ გაგვახსენდება ხოლმე, რომ აი მოხალისეები რა შრებიან, მოხალისეები რამდენიმე შრებიან. და მითხარით, აი ბოლო პერიოდში თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიობები, რაც მოხალისეებთან ერთად გაკეთდა აი ამ უამინდობის პერიოდში. პირველ რიგში მოგესალმები მარი, მივესალმები თქვენს მაყურებელს და მადლობა იმისთვის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა თქვენი გადაცემის საშუალებით, ჩვენი საქმიანობები გაგვეზიარებია თქვენი მაყურებლისთვის. და მოხალისეობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი. ჩვენ მეც ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ დღეს თქვენთან ერთად. ცხადია მოხალისეობა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენი ორგანიზაცია ჩვენს ორგანიზაციას ამის არახო დიდი გამოცდილება, არამედ უშუალოდ პრაქტიკული საქმიანობები აქვს და ეს სისტემატურად გრძელდება საჭიროებებიდან და კონკრეტული მოვლენებიდან გამომდინარე და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აი ახლა, როდესაც თოვლობა იყო, გამოჩნდა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, საჭიროება იმის, რომ მოხალისეები ჩართული იყვნენ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ საჭიროება ამის რეალურად არსებობდა და ახლა კონკრეტულად ამ შემთხვევაში მაგალითად ჩვენი მოხალისეები მოწყვლად ჯგუფებს, როგორც არიან მაგალითად ხანდაზმულები, მათ ეხმარებოდნენ სისტემატურად, ეს იქნებოდა მაგალითად საკვების მიტანა, ელექტროენერგიის მომარ, ან ასე ვთქვათ, შეკეთება თუ საჭიროება იქნება ან მაგალითად დათოვლილი გზების გაკვალვა და ასე შემდეგ, რაც ასე ვთქვათ მათთვის იქ როგორ ხდება ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლა, ან თქვენ გაქვთ რაღაც ბაზები წინასწარ მოძიებული, თუ გიკავშირდებიან ისინი, თუ როგორ ხდება, თუ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხდება მათ კვაზე, როგორ ფაქტობრივად სამივე მიმართულებით მუშაობთ, ერთი რომ არსებობს გვაქვს ჩვენ მაგალითად შინმოვლის ხანდაზმულთა ვიზიტები და ჩვენ ყავს გადამზადებული მოხალისეები, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ ხანდაზმულებთან ვიზიტებს და ჩვენ ვიცით უკვე ასე ბენეფიციარები და მათთან ხშირად ვართ კომუნიკაციაზე. მეორე არის რომ ცხადია ჩვენ თანამშრომლობთ ადგილობრივ მერიასთან და მათ სისტემატურად ვთხოვთ მაგალითად ბაზებს და თუ ვინმე საჭიროება აქვს რომ გადმომგვიმისამართონ ასეთი ადამიანები და ასე გვაქვს ჩვენი ცხელი ხაზი და ამ შემთხვევაში ეს არის 032 2501 ნებისმიერ ადამიანს. ამ შემთხვევაშიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში ცხელი ხაზი და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მაგალითად პირობს
მაგალითად მარტო ხელა არის და რაღაცა განსაკუთრების საჭიროება აქვს შეუძლია დაგვიკავშირდეს და ჩვენი მოხალისეები ესტუმრებიან მას. კი ბატონო გიორგი მოხალისეობრივი საქმიანობა ხშირად სახალისო საერთოდ არ არის საკმაოდ რთულ საქმიანობას ეწევიან თქვენი მოხალისეები სტუდენტები და მოსწავლეები არიან რამდენად არის დაინტერესება რომ თქვენი მოხალისეობრივი ჯგუფის წევრობა მოინდომონ ახალგაზრდებმა და მოდით უთხრათ კიდეც როგორ შეუძლიათ რომ გახდნენ მოხალისეები და ჩაერთონ ამ საქმიანობაში. ხო, იმისთვის რომ უბრალოდ ადამიანი გახდეს მოხალისე, ამისთვის უნდა უნდოდეს თვითონ ადამიანს მოხალისეობა და ამის мотивация და სურვილიც უნდა ქონდეს ასევე ცოტათი დროც, იმიტომ რომ საკმაოდ დროსთან არის დაკავშირებული. თუმცა თავარი ხიბლი რაც აქვს ზოგადად მოხალისეობას და რატომაც ფიქრობ რომ ადამიანები ხდებიან მოხალისეები, ეს არის პირველი სოციალური საკითხების მოგვარება, იმიტომ რომ ზოგადად ყველა იქ სადაც მოხალისეობრივი საქმიანობები არის, ანუ ჩანს რომ არის პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ქმნის უკეთეს კლიმატს საზოგადოებისთვის და არ ელოდება მაგალითად სხვადასხვა უწყებებს რომ მოვიდესაც აი პირობითად გზა გავყოლოს, ან მას შეუძლია რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მეორე, რასაც მე გამოვირჩევდი პირადი გამოცდილებიდან თუნდაც და იგივე ჩემი მოხალისეებიდან, ეს არის საკუთარი თავის განვითარება, რეალიზება და შესაძლებლობა იმის რომ ადამიანებმა მიიღონ ახალი გამოცდილება, მათ შორის გამოწვევები და ახალ სფეროში მოსინჯონ საკუთარი თავი. ბატონო, გიორგი, აი მოხალისეობა როგორც რაღაც ჰუმანური აქტი, კარგი მოქალაქეობა ახსენე კიდეც შენ და განათლების ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. თქვენი ორგანიზაცია და თქვენი ჯგუფი როგორ რასაკეთებს იმისთვის, რომ რაღაც წამახალისებელი ფაქტორი გახდეს, თუნდაც სკოლებთან ურთიერთობა თუ გაქვთ, მოსწავლეებთან რა კომუნიკაცია გაქვთ და აი ეს განათლების, როგორც განათლების შემადგენელი, ამისთვის რა კეთდება, რომ დავანახოთ მოხალისეობის სარგებელი, ესე ვთქვათ და დავაფიქროთ ადამიანები, რატომ არის მნიშვნელოვანი წახალისება. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის და ჩვენ სისტემატურად მუშაობთ სკოლებში, ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით და მე რადგან ბათუმში ვარ, ამ შემთხვევაში ბათუმში თითქმის სკოლა არ არის, სადაც წითელი ჯვრის წარმომადგენელი სკოლის ელჩი არ გვეყოლება, რომელიც თავის სკოლაში აზიარებს წითელი ჯვრის საქმიანობებს და ასე ვთქვათ, წითელი ჯვრის ღირებულებებს და მნიშვნელოვანი რაც არის мотивация ერთ-ერთი მაგალითად წითელი ჯვარი არის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, და თუ გასულთი პროგრამით ვინმე მიდის და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის მოხალისეობრივი საქმიანობა, წითელი ჯვრის ასე ვთქვათ ცნობა არის დიდი ნაბიჯი იმის რომ ისინი ჩაირიცხებიან და ჩვენ აი ეხლაც ამ მიმდინარე წელს უკვე გვყავს არაერთი მოხალისე, რომელიც ჩაირიცხა საზღვარგარეთ რამდენიმე ასე ვთქვათ წარმატებულ უნივერსიტეტში და ეს იყო ზუსტად მოხალისეობრივი. კი ბატონო, მოხალისეობრივ კულტურას დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს არის თუ არა რაღაცა ერთ-ერთი წამახალისებელი ამბავი. ბოლო წლების განმავლობაში შეგიძლია უკვე შედეგებზე გითხრა, იმიტომ რომ ბევრი წელია არის წითელი ჯვარი ჩვენთან და ეს მოხალისეობრივი ჯგუფები, მოხალისეების ჯგუფებიც მუშაობენ. შეგვიძლია უკვე ვთქვათ რომ შეიცვალა ფონი, შეიცვალა мотивация საზოგადოებისთვის თუ არა, აი მოხალისეობრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლად კიდევ რამდენი გვაქვს საშრომი? ხო, ეს მოხალისეობრივი კულტურა როგორც არაფორმალური განათლების ნაწილია, რომელიც პარალელურად მე ვფიქრობ, რომ უკვე სკოლებში ძალიან სკოლებში და მათ შორის უნივერსიტეტებში, კოლეჯებში ძალიან აქტიურად ინერგება. ხო, იგივე მაგალითად არაფორმალურ ნაწილში, რასაც სამოქალაქოს მასწავლებლები და არა მარტო ხო, თვითონ ადრე თუ ამას პრობლემად განიხილავდნენ, მაგალითად დროის ფუჭად კარგვას და სამწუხაროდ ჩვენ გვსვენია ასეთი რაღაცეები, ახლა პირიქით ეს არის ერთ-ერთი мотивация მათთვისაც რომ ჩართონ და სიკეთე მიიღონ და დაინახეთ უშუალოდ მოხალისეობრივი საქმიანობის ასე ვთქვათ გავლენაც თუნდაც თავიანთ თემში ხო თავიანთ სკოლაზე და იგივე რომ დაინტერესება აი მაგალითად ახალგაზრდები რომელიც მოხალისეობრივ საქმიანობაში არიან ჩართულები ბევრად უფრო სხვა უნარებით გამოირჩევიან რომელიც შეიძლება სკოლაში საერთოდ ვერ მიიღოს უნივერსიტეტში და მე ვფიქრობ ამას დღეს ხედავ ჩვენი ასე ვთქვათ იგივე სკოლა რომელიც ცდილობს რომ დაინტეგრიროს არაფორმალურ განათლება მოხალისეობრივი საქმიანობით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა გურიის შემთხვევაზე, რომ ჩვენ მოხალისეები არ გვჭირდება თვითონ გაუმკლავდებითო ამ ყველაფერსო, არ ვიცი, მოხალისების როლი და კონტრიბუცია აღნიშნულ საქმეში ჩვენ დავინახეთ კიდეც საინფორმაციოს როცა ვადევნებდით თვალს, რომ არის განუზომლად დიდი და მნიშვნელოვანი. მადლობა გიორგის, რომ იყავით ჩვენი განაცემის სტუმარი და ეხმარები საზოგადოებას შენს გუნდთან ერთად. მოხალისეობა თავისი შინაარსით უფრო მეტია ვიდრე ამ სიტყვის ჟღერადობა და ასოციაცია. მოხალისეობა პასუხისმგებლობაცაა ერთგვარი, რომელიც შინაგანად ან გაქვს ან არა და სწორედ ეს შინაგანი ძალა გაძლევს გამბედაობას გახდე მოხალისე, როცა სხვებს სჭირდები, ქვეყანას სჭირდები, საზოგადოებას სჭირდები. და კარგია რომ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ჰყავს სამაგალითო მოხალისეები. თავისუფლება მზიას, მედროშეს და ყველას, ვინც მოხალისეობს
ხალისეობრივი პასუხისმგებლობით იცავს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. მე გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე, ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციოს დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის.